მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Talk to Region სოლიდარობა მზია მადლობას ყველა სინდისის პატიმარს. Ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 15 წლის მოზარდზე მენსამზებრო ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ. როგორც ოჯახის ახლობლები გვეუბნებიან, ბავშვის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკლიეს. დღეს სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ მყინთავებიც. ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ ეკრანზე მითითებულ ნომერზე. გარდაბანში ტბაში მამის და 2 მცირეწლოვანი შვილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ. არსებული ინფორმაციით სავარაუდოდ სათევზაოდ წასულ მამას და 2 შვილს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ წინა სააღდგომოდ საწარმო და სარეალიზაციო ობიექტების შესწავლისას სამცხე-ჯავახეთში კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტომ ჩვენი კითხვების პასუხად მოგწერა. ამავე წყაროს ცნობით სამცხე-ჯავახეთში შეისწავლეს 1 კვერცხის საწარმო და საკონდიტროები. კონკრეტულად რამდენი ობიექტი ვერ გვიზუსტებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით წინა სააღდგომოდ საქართველოს მასშტაბით ყველა სარეალიზაციო ბაზარსა და საწარმოებს ამოწმებდნენ. 39,000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2,400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 10,000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის დარეგისტრირდა 24,300-ზე მეტი აპლიკანტი. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.